კომუნიკატორი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე მერი შეხაშვილი ვარ, ნასტასია არაბული. ეს ჩემი ორი კომპიუტერია. სერგის კომპიუტერია ითის ანასტასია, იმედი მაქვს მალე დაბრუნდება სერგი, დაგვიბრუნდება ჯამრთელი, ჯანსაღი და ჩვენთან ერთად თავის კომპიუტერთან ერთად კვლავ იმუშავებს და ჩვენ ისევ სამნი ვიქნებით. ეხლა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს. შენიშვნის სახით მივიღეთ, რომ ჩვენ ხშირად, როდესაც სიუჟეტებს წარვადგენთ, არ ვასახელებთ ხოლმე ჩვენს ჟურნალისტებს. მაყურებლისგან მივიღეთ ეს შენიშვნა. რომელიც თავადაც ჟურნალისტია და თulis რომ ჟურნალისტის შრომა არ უნდა დაიკარგოს და არაკოლეგიალურია ჩვენი მიდგომა. ხშირად უბრალოდ გამოგრჩა რამდენჯერმე და არ თქვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შრომას არ ვაფასებთ. ჩვენ საკმაოდ კი არა და კარგი ჟურნალისტები გვყავს და ძალიან მოგწონს მათ მიერ მომზადებული. ალბათ მადლობა უნდა გადაუხადოთ გიორგი კაკაბაძეს, ანივა შაგაშვილს და ნინო ინაიშვილს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამზადებენ იმ სიუჟეტებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ ყოველდღიურად კომუნიკატორის ეთერში, ასევე იმ ოპერატორებს, რომლის დახმარებითაც ისინი მუშაობენ, რომელთან ერთადაც მუშაობენ. ასევე მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენი სტუდიის ოპერატორებს, ყველა იმ ტექნიკურ პერსონალს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს. დიდი მადლობა მათი დახმარების გარეშე ალბათ მე და ნასტასიას ვერ გვიხილავდით ეთერში. მე მგონი ვერაფერსაც ვერ იხილავდნენ, არათუ ჩვენ ვერ გვიხილავდნენ. ჩვენ პერიოდულად ცხადია ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენი ჟურნალისტები არა მხოლოდ სიუჟეტებიდან გელაპარაკდნენ, არამედ დაუთმოთ ეთერიც. გიორგი კაკაბაძე იყო ბითლებზე სალაპარაკოთ ჩვენს ეთერში, ანივა შაკაშვილი იყო მარტოხელა დედებზე სასაუბროთ. ნინო იმნაიშვილი ვცდილობთ რომ ჩაგვერთოს დღეს ილიაუნიდან, სადაც ძალიან საინტერესო გეიმ ჯემი მიმდინარეობს. იმაზე თუ რას ნიშნავს ეს გაურკვეველი უცხო სიტყვა, თვითონ ნინო მოგვახსენებს Skype ჩართვისას. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ტექნიკური სირთულეები არ შეგვაშინებს და არ იქნება პრობლემა და ნინო ნამდვილად ჩაგვერთვება. მოკლედ ჩვენ ცხადია ვიღებთ შენიშვნას, ამის შემდეგ უკვე ტიტრათაც გამოვიყენებთ ხოლმე ჩვენი ჟურნალისტების სახელებს და გვარებს, თუმცა ცხადია ჩვენ მათ შრომას ვაფასებთ სათანადოდ. ისინი არა მარტო ჩვენი ჟურნალისტები არიან, არამედ თანაწამყვანებიც და ხშირად ამიტომაც ყავს გარკვეულ თემებზე ჩვენთან ერთად მუშაობენ. ჩვენ როგორც ამბობენ მაყურებელი ყავს ხაზზე, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ? საიდან დავიწყოთ არ ვიცი რა. თავიდან. ვენაში ვხატავ. დიახ, ავსტრიაში და იქ მარიხუანა. ტელევიზორს მოშორდით, იმიტომ რომ არაფერი არ გვესმის და თავიდან მოგვუყევით თქვენი ამბავი. ან ტელევიზორს დაუწიეთ. აი მე მგონი ახლა კი ახლა გადასარევია, გისმენთ. დიახ, ვენაში ცხოვრობ, სწავლობ, ვხატავ ვენაში და იქ ხარ როგორც ყველა ვიხმართ მარიხუანას. გამოცდები ახლა სანამ დამეწყება და რა ჩამოვედი შეგულების ანახავად და აქ ახლა გამაჩერა პატრონმა და ეს შემოწმებაზე მოხმარება დამიდგინდა რა. გამომართეს 500 ლარი. მეორედ კიდე ესე დამიმახსოვრა სადაც ესე როგორც ხოროგი რაღაცა კიდე დამეჭირა კიდე 500 ლარი და ახლა წარმოგიდგენიათ მესამედ კიდე მიჭერს და მეუბნება რომ ანუ 2000 ლარი უნდა გადაიხადო ცოტა ღელა მოდიეთა. დიახ, გისმენთ, ნუ ღელა. კიდე ამ 2000 ლარის გარდა წარმოგიდგენიათ ახლა იქ გამოცდები მეწყება წასასვლელი ვარ. უშუალოდ სამდენი საქმედან და ამ 2000 ლარის გარდა კიდე პირობით მოგცემ 3 წელს ან ციხეში ჩავსვათ მოხმარებაზე მოხლობა და კიდე რა უკნა მითხარით რა. ჩვენ გასიზავდით აი თქვენ ჩემს ადგილას და ხა იქ ამდენი საქმე დაწყებული ესე აწყობილი რაღაცა და მოხმარების გულისთვის ახლა წარმოგიდგენთ ჯერ ამ ხელო ფულები. დიახ. და აღარ ვიცი რა უკნა არ ვიცი რა. ალბათ სანამ ვენაში დაბრუნდებით მეტი მარიხუანა აღარ უნდა მოიხმაროთ, ვინაიდან საქართველოში სამწუხაროდ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ არის თუნდაც მოხმარებაზე და არა მხოლოდ მსხვილი ფულადი ჯარიმები ხშირად რამდენიმე წელიც კი უწევთ ხოლმე ადამიანებს თავისუფლების დაკარგვა. მხოლოდ სუბუქი არ არის დაშვებული. უნდა ვთქვათ ალბათ ისიც რომ მარიხუანა ეს არ არის კოკა
კოკაინი და ძლიერი ნარკოტიკული საშუალება, ეს არის მცენარეული მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. და არიწევს დამოკიდებულებას. ცხადია, არიწევს დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ, იმიტომ რომ არსებობს მოსაზრებები, ასაკურველი ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის საშუალება, თუმცა ის რომ კრიმინალიზებულია მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება, რამდენად თავსებადია ეს ადამიანის უფლებებთან და მსგავს პრობლემებს როცა უქმნიან ადამიანებს, ცხადია ეს განხილვის თემა. მე ვიცი რომ არა მხოლოდ ეს ადამიანი, არამედ ბევრი ადამიანი არის იგივე პრობლემის წინაშე. ყველას კარგად გვახსოვს აქცია ბექა არ არის კრიმინალი. ბექასაც იგივე პრობლემა ჰქონდა. ის როგორც მარიხუანას მომხმარებელი დააკავეს და დღემდე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ის თემაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ითხოვს დეკრიმინალიზებას, მარიხუანას დეკრიმინალიზებას და შეგვიძლია ჩვენც დავპირდეთ, ჩვენს მაყურებელს, რომ ამ თემაზე დებატებისთვის და განხილვისთვის ჩვენ ცხადი არა მხოლოდ ერთხელ მრავალი ეთერიც არ არის ხოლმე ამისთვის საკმარისი, იმიტომ რომ განხილვა არ ვიცი უკვე რამდენი წელია მესმის ამ საკითხის ინტერნეტიდან დაწყებული ყველა სხვადასხვა ინსტანციაში, თუმცა შედეგი და კონკრეტული შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ხო? მე ვცდილობდი ახლა მომეძებნა ფოტომასალა აქციებიდან, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით იმართებოდა ხოლმე პერიოდულად. ჩემ ეკრანს თუ გავუშვებთ, ეს არის ერთ-ერთი ფოტო. ნეტგაზეთის ფოტოა ეს ფოტო. კიდევ შეგვიძლია, ანუ ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ ეს არის ცოტა ხალხი ითხოვს ამას, ეს არის კიდევ ერთი ფოტო. არც თუ ისე ცოტა ადამიანია და არ ვიცი. პრინციპში ხელისუფლებამ უნდა გაცეს ამაზე პასუხი, ხო, კანონმდებლებმა. კი, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მართლა არის, რომ თუნდაც ის რომ არ იწევს დამოკიდებულებას, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ არ იწევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ იწევს თვითონ ეს სუბსტანცია, ეს მდგომარეობა იწევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ამ დროს გრძნობ თავს. იცი რა, მე ვიცი მიდგომებით, როდესაც ის განიხილება როგორც ერთგვარი ანტისტრესული საშუალება და ევროპელი სტუდენტები საკმაოდ ხშირად მოიხმარენ ხოლმე მას გამოცდების პერიოდში, იმიტომ რომ მართლაც გარკვეულწილად ეხმარება ფიზიკურ მდგომარეობაში, თუმცა ეს ხადი აგიტაციათა ჩემი მხრიდან არ მიიღოთ, იმიტომ რომ საპირისპირო მოსაზრებებიც არაერთი არსებობს. გარდა ამისა, სერგი რო იყოს ახლა აქ აუცილებლად მოგვიყვებოდა, არსებობს არაერთი კვლევა იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს, უბრალოდ როგორ იცვლება ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში, სადაც ხდება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და თუ სწორად მახსოვს, უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკური წინსვლა გვაქვს ხოლმე. ამის შემდეგ კი მაშინ რაც მარიხუანას დეკრიმინალიზება ანუ რაც ადამიანები ხო ლეგალურად იწყებენ მის მოხმარებას, ეკონომიკური წინსვლა და გარკვეული კავშირები არის. ცხადია, ამაზე ცვლად არ მოვყვები, იმიტომ რომ არ მოხდეს. ხო, ბოლო 24 საათის განმავლობაში არც ერთი სტატია არ წამიკითხავ, შესაბამისად შეიძლება რაღაცა ფაქტებში და ციფრებში ავწდეთ, თუმცა მოგვიანებით თუ ჩვენ გვექნება ამასთან და არ ჩამითვალონ პროპაგანდათ მართალი ხარბაკა, ესეც საფრთხის შემცველია. მე პირადად არ არის გამორიცხული, რომ მარიხუანა ანტიპროპაგანდისტულად შეგვიძლია ეს თქვა, იმიტომ რომ პირადი დამოკიდებულება მაქვს და მეშინია ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, რაც არ უნდა მცენარეული და მსუბუქი იყოს, თუმცა ცხადია ჩვენს გარდა ადამიანები და მათი სურვილები უნდა დავინახოთ ხოლმე და ჩვენი თავი არ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. რამდენი ვილაპარაკეთ მარიხუანაზე? მე მგონი ნამდვილად ერთი გადაცემა გავუშვა ახლა რელაქსაციისთვის ძალიან კარგი ვიდეო გავუშვა, რომელიც 2 დღეა მინდა რომ გავუშვა. მარიხუანას ჩაგვინაცვლებს პირდაპირ ეთერში. მარიხუანას ჩაგვინაცვლებს და ბევრ სხვა გასართობს ჩაგვინაცვლებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიდეოა. ცოტა გრძელი ვიდეოა, მაგრამ იმედი მაქვს ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს. გზადაგზა მოგიყვებით რაზეა ამბავი. მოკლედ ეს არის ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებისთვის არის ეს სპორტის სახეობა, დასვენება ჰამაკში 2500 მეტრ სიმაღლეზე და სად მიდიან ეს ადამიანები, აი შეგიძლიათ ნახოთ. იტალიის ალპებში იმართება ყოველწლიურად 2012 წლიდან ეს საინტერესო ამბავი და მონაწილეები 8 დღეს ატარებენ ხოლმე მთებს შორის გავჭიმულ ჰამაკში.
ეს დღეებია საკმაოდ აქტიურად ხდება ამ ვიდეოს და ფოტომასალის შეარინგი Facebook-ზე. მოთხოვნა, მსგავსი ტიპის აქტივობების ალბათ საქართველოში. თუმცა სეზონი ეხლა არ არის ამის სეზონი. რამდენად შესაძლებელი? ალბათ შესაძლებელია საქართველოშიც გაკეთდეს მსგავსი ტიპის აქტივობა. აქტივობა. მე ვფიქრობდი, სად შეიძლება გაკეთდეს და გამახსენდა ბირთვისები შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი ამბისთვის. თუმცა ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, ისევ აგიტაციაში რო არ ჩაგვითვალონ, რომ ნორმები უსაფრთხოების ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ ძალიან სარისკოა ეს ამბავი. კი. რა მაგარია? მე ალბათ ვერასდროს ვერ გავისკავ. შენაირი გოგოები არიან. მე განსხვავებული კი. იქ განსხვავება არის, ნამდვილად ის რომ მე ვიცი შედაირადა. მან შემდაირადა. რომ დღეს განსხვავებულად მოხს თმა ჩვენი რეჟისორის თხოვნით. მაგრამ ბედნიერი ადამიანები არიან.